რეცეპტი რა გავაკეთო? რა გავაფუჭო? მაწვა გავაფუჭო. რამდენი ხანია რაც საჯაროდ არ ვფუნდიობარი? საჯაროდ? რაც შეიძლება ვიყავ ფუტბოლში. კი. ხო. რიფინგიც არ ყოფილა. რატო არ იყო დუდამაწყობილი და ხო ლაპარაკს? აი, ხა რა ხდება, მოდი იმაზე ვილაპარაკოთ. სად? ქვეყანაში ჩვენ გარშემო. ეს შენავაგი ხოლმე? ბოლო თვითია კი. ბოლო თვითა რა შემთხვევა, ხო იცი? მოდი შეხედეთ უბრალოდ, რა ბოლო თვითის დავაკეთოს გავს ესა რა? არა, კაი არა. არა, ეგ არ გამიკეთო. ძამცდი. არა, ხო, ძამცდი. არა. ანუ აქ ხელი უნდა შეგიშო, აქ მე შემოვარდე. შეხედე. მე ვცდილობ. ბოლო თვითი. ეს იმიტომ რომ ცივყავა გაგიკეთე. ეს მარტო მაგის ბოლო. საჭმელსაც შეგაკეთე? კი. საჭმელს სულ აკეთებდი. ნუ დრო გავს. ბევრი, ზედმეტი. არა სასურველი და არა საჭირო. როგორ აკეთებ ის არის კიდე საკითხავი. რამდენჯერ გაგისინჯობს? დამწვარი სულგუნი? არა, ეგ ერთხელ იყო დამწვარი. რამდენჯერ იყო შემწვარი? არა, სულგუნს შეგიწვავდო და ჩვენ რო დაწვი. და მაშინ როდესაც მარწყვის ვითხოვდი, მარწყვის მაჭავდა და მაჭმევდი ძალით დამწვას დამწვას. არა. ეგ ერთხელ იყო. დანარჩენი 10 გამიხსენე, გთხოვ. 10 არა ის. სამი. ეს ის შენ დაგხაბნე? კი. მოდი ეს ნახე ხეში. ანუ პრეტენზია არ მაქვს არაფერზე, უბრალოდ თერაპია. ანუ ხატავ თუ თეხო თერაპია. არა, თერაპია. ანუ რატოა ცუდი? არა, რატოა? ეს ჩემი მინიმუმობერტი. არა, ეს რატოა? ერთი წამი გესტილობა თუ დამაინტერესა, ნახე შეხედე. ვინც იცით და გეცნობათ რა. ერთი წამი დამასო მიმავალ. არ გიმავალ. აი ეს დადე. თუ აღარ გახსოვთ, გაიხსენეთ და ნახეთ ვან გოგის ერთ-ერთი ბოლო. ნუ ფარა. ვან გოგის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი ზუსტად ხორბლის გვერდით იყოს. ხორბლის რელიას ის ჩანს და ზუსტად არის დახატული ყვავები რო დაფიდავენ მოდი ერთი წამი ამას ატმოსფერად დაუხატავს. აი ზუსტად ესია უხეშად დახატული ვან გოგის ერთ-ერთი ბოლო დახატული და მე რაკდა ბალერე და მოიკ ასე რომ ეს კარგის ნიშანი არ არის. ანუ მე არ მაქვს პრეტენზია რომ კარგად ვხატავ. მე სხვა რამეზე მაქვს პრეტენზია. ხატვა თერაპია, ხო, თერაპია რო დაჭირდა, თერაპია საით მიდის, ნახე? თერაპია რატო დამჭირდა? ხურატო დაჭირდა. რატო დამჭირდა? ხურატო დაჭირდა. შენ ხურატო დაჭირდა. მე არ ხატავ მაგას. ბავშვობაში ხატავ. შეიძლება უფრო დამძიმებული ხარ გაბუდა, იმიტომ არ ხატავ და შეიძლება მე რამე გამოვხატავ მაინც. ესენი სულ ყველა შედგა? ერთის გამოკლებით. მოდი. ეს აგე ყორანი დაიჩითა ზუსტად, უნდა შავკნო ფერებში ეს ჩემია? კი. ეს რა არის? აქ ძალიან ძიმეა. რაც დამჯგაბნე. ხო, ეს არის აქ ჩანს თერაპია რატო დაგჭირდა. ესა? ეგრავე ისიც როგორ უნდა ისე გაიგოს. მე ვიცი შინაარსი, ოღონდ ისე. შინაარსი ჩადე რამე? აქვს გაგიკვირდება და. აი, ეს რობერტი. ესა? ეგ არ არის ჩემი და არაფერი თქვა. ეს აი. ის? ეს ანუ აუცილებელია რომ ამაზე ვილაპარაკოთ, სხვა ბევრი რამ არის განსახილველი. კაი, ვილაპარაკოთ რაზე? რაზე და პოლიტიკაზე. ეხლა კარგად ვიცი. პოლიტიკაზე, საერთოდ არ მაქვს პრეტენზია პოლიტიკა ვიცი. ეს ფოტოშოპის ისე რა? პრეტენზია მაქვს იმაზე რომ ვიცი, ოღონდ არ ინაწილია. მე პრეტენზია არ მაქვს. ეს ფოტოშოპის ჩვენთან მე რომ მკითხო, ხო? ძალიან ხშირად აი პოლიტიკაზე მაგალითად. თუნდაც როგორც წამყვანი. ჟურნალისტი არ ყოფილა არასდროს. მაგასაც არ ქონდა არასდროს პრეტენზია. ჟურნალისტი მეც არ ყოფილა, უკვე ბოლოს მე პირდაპირ ვამბობდი, რომ მე ჟურნალისტურ სტანდარტებს არ ვაკმაყოფილებ, იმიტომ რომ მე ვარ მხარე, მე ვიბრძვი, მე მაქვს ჩემი პოზიცია დეკლარირებული და
ნეიტრალური არ ვარ. მე ყოველთვის არჩეული მქონდა მხარე. ეს იყო ოცნების საწინააღმდეგო მხარე. ამიტომ სტანდარტებს მომავთხოვთ მეთქი, მე სულ ვამბობდი რომ აკრიტიკებდნენ, რომ აზეთ მეტად ემოციური ვიყავი, აზეთ მეტად რადიკალური. მე ვიყავი მხარე, მე ვიბრძოდი. მე მაგალითად საერთოდ ეს არ ხარდა, ანუ ისე ჩას უნდა ხანაობის. ჩემი ბიუჯეტით რა შეძელი ეგრე. ხო, ნუ ითხება. მე ძერ გავწვდი. სხვა ცხოვრებაში. ხო, მე მაგალითად სულ რომ არ მდომოდა, ხო? სულ რომ არ მდომოდა, მაგალითად რუსთავში როცა ვიყავი, უცნაურად ჩაურბრალ გვაიძულა, მაგრამ ეს რომ ხარ ხო, აი ძალიან კაფეო ხარ. საერთოდ არ მქონდა პირდაპირ კეთილი. საერთოდ არ მქონდა ინტერესი რომელიმე მხარე ყოფილიყო, იმიტომ რომ საშინლად არ მევასებოდნენ რაცებს. აი საშინლად. თან მე ხო ზუსტად იმაში რა ქვია, რუსთავში რომ ვიყავი, ხო, ზუსტად მე ყველაზე კარგად ვიცოდი რაც ხდებოდა ბექგრაუნდში, ხო? იმიტომ კი არ მაინტერესებდა, სულ რომ დაინტერესებული არ ყოფილიყავი, გინდა არ გინდა გეცოდინებოდა. მაგრამ აი წლების განმავლობაში ოცნებამ რასაც ეხლა შვება, აი აიძულებს ადამიანებს, რომ მათ წინააღმდეგ იყო. და მე გეტყვი რა მახსოვს. მე უკვე როცა თავში გადმოვედი, თავი იყო უკვე შექმნილი ჩემ გარეში. მე შემოგემატეთ თქვენ ყველას და მე მახსოვს პირველი ჩემს საჯარო პოზიცია, მაშინ უკვე შენ ახალი მიღებული ქონდა გადაწყვეტილება, რომ მე გადაცემა წამოყვანა რა. ანუ ნიკაციხეშია. ნიკაციხეშია. და მოკლედ მთელი რიგი დაბრკოლებები გაქვს და მახსოვს რომ გადაწყვეტილება მიიღე ძალიან რთული. ძალიან დიდი რიგი. ძალიან დიდი რიგი. ძალიან მრავალრიცხოვანი. თემა ძალიან დაბრკოლება იყო. კი, და მახსოვს რომ ნაცებზე საჯაროდ გამოვედი და ვთქვი რომ აი მე არ მომწონს, მე არ ვეთანხმები ეს პრობლემაა და მე მახსოვს ბევრი მუქარა, ბევრი ცუდი, ბევრი პრობლემა რაც ამან გამოიწვია და მე მახსოვს მაშინ. მათ შორის მათი მხრიდან. რა? რომ და გაგჩუმებულიყავი, რომ ეს არ უნდა მეთქვა, რომ რა დროს ეს იყო, იმიტომ რომ ეს ხო სულ ტრენდია, რომ აი რა დროს ეს არის. ოი, ვიცი, მაგრამ სხვა შორის ბევრი რაღაც გააკეთე, იმიტომ რომ არასდროს არ ყოლა რაღაცის დრო, რომ გინდა რაღაცა თქვა და ეხლა თუ არ არის, ეხლა დაგვაზიანეთ, ეხლა თუ არ არის დაგვაზიანეთ და ოღონდ არასდროს არაფრის დრო არ აქვს. და მე მაშინ მახსოვს, რომ კბილებით გამიტანა ფილმმა ტელევიზია. მახსოვს, რომ ჩემი პოზიცია იყო ძალიან დაცული. და აი მაშინ მივხვდი სინამდვილეში პირველად ალბათ სად ვიყავი. იმიტომ რომ მაშინ მივხვდი რომ მქონდა ის თავისუფლება, რომ აი დამიწერალის ხასიათზეც ვიყავი. შენ გემახსოვრება ჩემი მონოლოგები, რამდენიმე დღისადმი განმარტოვდებოდი და როცა მქონდა საქმე ვამბობდი და იყო მნიშვნელოვანი თავისუფლება, რაც მქონდა. ალბათ ამიტომ არის რომ სხვაგან ამ თავისუფლებას ვერ პოულობ და ამიტომაც არსა დაბარგო. მე რას სომდი მაგალითად დიდწილად მაგალითად ვთქვი არ სიამოვნებაში სულ ვამბობდი ხოლმე ეთერში რომ ვიყავი მაშინაც რომ არ მაინტერესებს სიამოვნებაში პოლიტიკა არ მიყვარს აი ხო არიან ტიპები რომელსაც უყვართ პოლიტიკა და აინტერესებს სულ რომ ტელევიზიაში არ მუშაობდეს არ ეხებოდეს უშუალოდ ვალდებული არ იყოს აინტერესებდა არიან ახლა ეგ აქვს კაცი მაგალითად ხო აინტერესებს სულ საში ჩაკეტო და დასვა აინტერესებს რა პოლიტიკა მართლა მე არ მაინტერესებდა ძალიან ხშირად მე რომ მკითხო ხო მინუსი კი არის ხო პლუსი იყო და რატო შეიძლება ვიღაცას გაუკვირდეს მაგრამ ვიკუნე დაკვირვებით რაც ვიცი მაგალითად პოლიტიკოსები აი გადაცემებში შენთანაც მათ შორის ხო ძალიან სიღრმეებში შედიან და რაღაცებს განმარტავენ ეს ამიტომ კი არ არის ესე არის ვიღაცა რაღაცას რო იტყვის თუნდაც მეც რაღაცა აი რომ დავარახუნებდი რაღაცას და რო ვიტყოდი ამან რა იცის ერთი რა და ანალიტიკოსი არ სხვა პრეტენზია და სინამდვილეში ძალიან ხშირად პოლიტიკოსებს ავიწყდებათ რომ სხვა შორის უცნებას არა ოპოზიციას ავიწყდება რომ მათი ამორჩეველი არის ზუსტად ეგეთი რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს პოლიტიკის წიაღსწრებებში შესვლა ეს რაღაცა ბაბლია პატარა წრე რომელიც შედის ამ დეტალებში და ესე იღებს გადაწყვეტილებას სინამდვილეში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი საერთოდ არც არის ვალდებული ვერც მოთხო არც უნდა აინტერესებდეს და არც უნდა იცოდეს პოლიტიკის ეგეთი დეტალები ძალიან ზედაპირულად იღებს გადაწყვეტილებას ყველგან ასე რა და სინამდვილეში აი რა ზედაპირზე ჩანს არავის არ აინტერესებს ხლეშ ერთმანეთს შორის დაპირისპირება ერთმანეთს შორის რაღაცების გარჩევა არჩევას საბოლოოდ ხო მოსახლეობა იღებს ეს ზედაპირულად და სინამდვილეში მე ზუსტად იმის გამო მაპატიე ხო ზუსტად იმის გამო ძალიან ხშირად ხო აი ესე
ზედმეტ ციახსოვს, იმიტომ რომ არ მაინტერესებს არც შემიძლია, არც თქვი რომ საინტერესოა, იმიტომ რომ ჩვენთან საქართველოში სამწუხაროდ პოლიტიკა ხშირად არის აი პროფესიო ლაპარაკი და არც მაგის ძრომა, არც მაგის ნერვი, სხვა რაღაცებიც მაინტერესებს. საერთოდ არ შევდივარ ეს ციახსოვებში და ხშირად ძალიან ეთხოვდა ხოლმე, ჩემი თითქოს ხო აი ეს თავიდან ფეხებამდე გადაშვებული უნდა იყო პოლიტიკაში და ძალიან ხშირად ჩემი ხედვა და ჩემი დამოკიდებულება ემთხოვდა მე აი ძალიან რიგითი მოქალაქის დამოკიდებულებას, რომელსაც არ აინტერესებს ეს დეტალები. არ აინტერესებს, არც შეუძლია და ვერც მოთხოვ, არც უნდა შეეცნოს. არა, ვერც მოთხოვ, იმიტომ რომ ადამიანებისთვის სამუშაო დღეების 6 საათზე იწყება. და ისინი მთელი დღე ყოფით პროგრამებზე ფიქრობენ და ყოფით კიდე ერთხელ გონი ძლიერია უცნება, თან საკმაოდ ძლიერია. აი რუსული კანონის, პირველი კანონის ამბები თუ გახსოვს, ერთდროულად 5 თემას შემოაგდებდა, 5-ვეს ვერ ერეოდი. ანუ 5-ვეს ვერ ერეოდი ფიზიკურად, რუსულ კანონთან ერთად იქ ოფშორების კანონი ისე შემოაცურა და ამ ბევრ პრობლემაში შენ ვეღარ კონცენტრირდებოდი, რომელი იყო მთავარი, იმიტომ რომ ყველა თანაბრად საშიში იყო რა. ოცნება სულ ამით ყვებავდა, რომ ადამიანებს აი რაღაცა დაგსაქსულ პოზიციაში ამყოფებდა, რომ ყველგან პრობლემა იყო და სინამდვილეში ის ამით იკვებებოდა, იმიტომ რომ ერთ რამზე კონცენტრაცია, როდესაც 10 რამეა პრობლემური, არის ძალიან რთული. მაგრამ ხალხი ოპოზიციის ის პრობლემა. ის ოპოზიცია, ამიტომ ოპოზიცია ძალიან რთულ მდგომარეობაშია. ოპოზიცია ამდენი წლის განმავლობაში რომ შენ გაჩმორებენ თავზე გივლიან, ციხს გირთხავენ და რაღაცა ვიცი, რომ ძალიან რთულ მდგომარეობაშია და ესე ვერ მოთხოვთ, ან აი ყველაფერი არის მე მოთხოვ, მე მაგერტ მოთხოვე პასუხი. ნაცებს მაშინ როცა ღილაკებს დააჭირეს ხელი და იუსტიციის საბჭოს კანდიდატები არჩევნეს, მაშინ მთავარი არქი იყო. და მაშინ ყველა ნატოჩხეიძის გარდა ნაცების აი ელიტა რაც არის ჩვენ ყავდა ეთერში და კითხეთ რომ ნორმალურად ლელოზე იგივე მოხდა. რატო არ ვლაპარაკობს? თან არც ვიცი. ისე გავიდა რაღაცა, ოღონდ მერე, როდესაც პარტიამ გარიცხა, მერე გაბაზა ეს, მაგრამ მანამდე, როდესაც მოხდა ეს ლაპარაკი, მე მგონი ექსპლუატაციისგან გაიგო ხალხმა, მე მგონი, ხო? და თან იყო აქ რა არის მნიშვნელოვანი, ის კი არის, რომ ეს ერთი ხმა გინდა ყოფილიყო, გინდა არა და ვიღაცა უბრალოდ მის ერთი ხმა აკლდებოდათ. ერთადერთი ხმა და ეს ერთი ხმა იყო ლელოსი. ხო და ნახე ხა, აი ან გავიგე გუში რომ ყველა საუბრობდა იმაზე რომ გრიგოლ ბეგერიას დაესხნენ თავს, მაგრამ რატო არ ამსაუბრებდა იმის შესახებ რომ ლელომ არჩევინა საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ქოცა. ხო და შეიძლება გრიგოლ ბეგერიას მაგით გავახეს რომ მაგაზე არ ვიცი რა პარაკა. ამ ვერსიას ნამდვილად აქვს არსებობის. იმიტომ რომ გრიგოლ ბეგერიას რატო დაესხნენ? დროში დაემთხვა. გუშინი ხო, ნამდვილად გუშინი. დაემთხვა? ხო, აი მას აი გულწრფელად ხარ დაემთხვა თუ? მე არ მჯერა რომ პოლიტიკა სულ საქმეა გაბო. და შენ ეს მაშინ ხარი რას ფიქრობ? აი ანუ არ დაემთხვა შენამო. არ მგონია. იმ ხელას სკანდალი გაუსწოდათ, მე რომ მათი გულზოყოფილება, მე მენდომებოდა ამის გადაფარა. ანუ შენამო თვითონ დელოსგან შეიძლება მოწყობილიყო და ამ გაბუქებული? შესაძლებელია სრულიად. იმიტომ რომ ლელოს მე ხარასაც უყურებ იმიტომ რომ ლელოს ჭირდებოდა დღის წესრიგი, სადაც ლელოს ახსენებდნენ, მაგრამ ლელოს ჭირდებოდა დღის წესრიგი, სადაც ლელო იქნებოდა ხსენებული პოზიტიურად და არა ნეგატიურად. ლელოს არანაირად არ ჭირდებოდა რომ საერთოდ იმ თემაზე აქცენტი გაგაკეთებინა. ამიტომ ჭირდებოდა ალტერნატიული თემა. ხო. მე უბრალოდ სამკითხვას რომ როცა ჩვენ არაფერს ვამბობთ და არ გამოვთქვამთ იჭებს. რამდენად მართლები ვართ? თუნდაც ეს იყოს არაპოპულარული პოზიცია. ჩვენ თავთან რამდენად მართლები ვართ? იგივე მივდივართ, რომ ხალხი ჩვეულებრივ რიგითი მოსახლეობა, რომელმაც მე ოპოზიციას ან არა ოპოზიციას თქმა უნდა მისცეს, აი ეს ზედაპირულად იღებს გადაწყვეტილებას და ვერც მოთხოვა, არ აინტერესებს ხალხს ესეთი ციახსულები და ესეთი მათ შესვლა. და ლელო ახლა თან ლელო აშკარაა რომ არჩევნებში იღებს მონაწილეობას ახლა რაც არ უნდა თქვას. პარტიის ნახე ყველა მონაწილეობას მას დეკლარირებულად არ უთქვას. ჩემთვის როგორც ამორჩევლისთვის მნიშვნელოვანია პარტიის სიტყვა. იმისთვის რომ იმ პარტიის მიმართ მე მქონდეს სიმპათია, ან ანტიპათია. ძალიან მნიშვნელოვანია. ლელოს არც ერთხელ არ უთქვამს, რომ ის არ იღებს არჩევნებში მონაწილეობას. ჩემთვის მაგალითად ვინც მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, არის პრობლემა. ვინც კომისიაზე მივა გახარიას თამადობით, არის პრობლემა. შემდეგ მე ის ვერ დამიჯდება და ოპოზიციონერობაზე და იმ სირთულეებზე, რომელიც ოპოზიციონერობას ახლავს თავს, ვერ დამელაპარაკება. იმიტომ რომ მაშინ ცესკო იცვლება, არჩევნების წესი იცვლება, ცესკოს წევრების კომპლექტაცია იცვლება, რა იცვლება? მითხარი. მაშინ ფურცელი სქელდება და ამიტომ მივდივარ. მე არ წავალ. ლელოს შემთხვევაში რა ხდება ხო? ეხლა ფაქტია რომ
თუნდაც ეს გირაო გადაიხადეს და ისე სხვათა შორის იმავე დღეს შეიძლება არ ვიცი მაგრამ ძალიან მალე როდესაც იმ მორალური დილემის წინაშე არ იდგნენ ამ შემთხვევაში ჭკვიანურად მოასწრეს მოდი ასე ვთქვათ იმ დილემის წინაშე არ იდგნენ რომ აი ვიღაცებმა თავი გაწირეს ვიღაცებმა თავი გადადეს ჩარჩნენ ციხეში და შენ არიხრი მელია ეხლა მათ სიტუაციაში მოიქცა ხო ხო მე მაქვს მარტივი პოზიცია დავასრულებ რა მაგათი ლეგოსთან დაკავშირებით ლეგო ვთქვათ ეს გადაიხადა ლეგო პლუს ხედავთ რომ ჩვეულებრივად აქცევებს თუ უნდა გააკეთოს თითქოს ხო პარტიამ ეს რომ შეხვედრებს აქცევებს ძალიან კაი ფინანსური საშუალება ამისი აქვს შეხვედრებს აქცევებენ თავიანთ პოსტებს ასპონსორებენ და ასე შემდეგ და პოლიტიკურად აქტიურები არიან პრინციპში უფრო მეტად ვიდრე სხვა პარტიები პლუს ლეგოს აქვს ახლა ყველა მიცის რა თქმა უნდა ამაზე ლაპარაკი რომ ფაქტობრივად აქვს აგრეთვე ტელევიზია რომელიც მასზეა დამოკიდებული და ხო მთლიანად მასზე მუშაობს ფაქტობრივად ისე დონეზე რომ რაღაცა უფრო თქვა რომ საკეში ჩათება აღარ ჭირდება ხასადაცეს ტელევიზიას თავსო ხო ეხლა თუ არაპირებ უახლოეს მომავალში ამ არჩევნებში იმიტომ რომ ვადამდელი არჩევნების პერსპექტივა ესეთი ნიშანი ესეთი კაფეო არჩევს ხო თუ არაპირებ ამ არჩევნებში მონაწილეობას რატო ხარჯავ ამ ხელაფლოს ტელევიზიაში რატო ხარჯავ ფულს ესე აქტიურად შეხვედრებში ესე წამია ელექტორატი გჭირდება არჩევნების ზოგადად უნდა ეხლა ისვა რა თქმა უნდა რომ შეინარჩუნოს ყველა პარტია უნდა შეინარჩუნოს რა თქმა უნდა ელექტორატი რაც არ უნდა იყოს ეხლა რა უშუალოდ არჩევნები ვარ ის სხვა და პლუს ეხლა დაემატა ეს რომ ჩვეულებრივად მოსწონთ არ მოსწონთ გარიცხეს მერე თუ არ გარიცხეს და ასე შემდეგ მათმა ერთ-ერთმა წევრმა ორი გადამწყვეტი ორი შედგა ქართულ ოცნებას გარიცხეს საკმარისია ნაცებმა რო გარიცხეს თავის დროზე მე მახსოვს ეგ ამბები იმიტომ რომ ვაშუქებდი თავის დროზე ნაცებმა შეიძეები მაჭუტაძეები რო გარიცხეს ჩვენ ამ დავასრულეთ თემა არ დავასრულებია იმიტომ რომ გარიცხვა არის საკმარისი უცებ შენ უკვე გადაწყვეტილება მიაღებინე ოცნებას მე შენ მას გარიცხავ თუ დაიტოვებ ამას არ აქვს მნიშვნელობა მიღებულია სიუჟეტები უნდა გაკეთდეს რომელიც მე კარგად მახსოვს ოცნება როცა მოდიოდა აბაშიძე და კრედილნურ როგორ პოზიციონირებდა და რა სასამართლოებზე დაატარებდნენ მაშინ ვიწყებდი ჟურნალისტიკასთან მაშინ სტაჟიორი ახალბედა ვიყავი და ხშირად მიწევდა სასამართლოებზე ყოფნა მე ძალიან კარგად მახსოვს კრედილნის რა გამოატარეს მაშინ პროცესებზე ეს ხალხი ახლა ოცნების დასაყრდენია ხო აბაშიძე არჩევინე ერთადერთი ხმა რომელიც დააკლდა ხო და არ ვიცი მე არის ის გამიგონია რომ ისინი არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას მე იმას ვამბობდი ხომ და ეხლა შენ რას უდობდი აგრეთვე წესით სწორი იქნებოდა რომ ამის აი როგორც ვაშლი არა სხვა რამეს ვამბობ კიდე თუნდაც ამ ფაქტის რაც გუშინ მოხდა საკრებულოში შენ ამბობ რომ თქვა ტელევიზიებში უნდა მოხდარიყო აქტიურად გარჩევა უნდა ყოფილიყო მათი კრიტიკა ასე ეხლა რაც თქვი ხო დესმის რომ ტელევიზიაზე ვერ მოხდებოდა ხო შეგოს კიდევ ერთი მე მოხდებოდა ხო, არ ვიცი რა გითხრა. მანდაც იცი შენ რომ არის და აქტიურად მაგაზე ლაპარაკი მიდის რომ მე მაგაზე რა შემიძლია კონსულტაციაში ინტერესი აქვს. მე შემიძლია ჩემი პასუხისმგებლობით და ამაზე შემიძლია თავი დავდო. არის რომ ვისაც არ უნდა ყოფილიყო თემა და მაშინ მახსოვს თავარი არხი რო იყო ხან უნდა ფინანსებდა ხან მინას მითები ხო სული იყო რომ ხან ისე გაიყიდა მთვარი განსაკუთრებით ნიკას პატიმრობის დროს აი ღიარ გავიდოდა რომ ვიღაც ახალი დამფინანსებელი ჩვენ არ ვყოლოდა მე არ მახსოვს არც ერთამ დამფინანსებელთან დაკავშირებული თემა რომელზეც იყო სკანდალი საერთაშორისო ლოკალური რომელიც არ გაშუქებულა მე არ მახსოვს თემა რომელიც დაგუყარებს სამაგიეროდ მახსოვს მე ბევრი რამ მახსოვს რაშიც ოპოზიცია მივიდა თუ პირდაპირ შეუწყო ქართულ ოცნებას ხელი და ეს მოუხევით ანუ მე მგონია რომ ეს არის მნიშვნელოვანი მე არ მინდა რომ ნიჰილისტურად ვიყვან ამ პროფესიაზე ან ჩემ როლზე ან ჩვენ როლზე ზოგადად მედიის როლზე მაგრამ მე მგონია რომ ყველაფერი უნდა ვილაპარაკოთ შინაურებზეც და გარეულებზეც იმიტომ რომ მგონია რომ თუ რაღაცა მიგვიყვანა ამ მნიშვნელამდე როცა აი რა გვიშველება ბანალური და ყველაზე აქტუალური კითხვა რომ ისმის ხოლმე ხო ის არის ჩვენ რაღაცებს არ ვამბობთ არა უნდა ვთქვათ იმიტომ რომ თუ შენ თანმიმდევრული პარტია ხარ მე შარშან რომ მივედი მთელი ჩემი შეგნებით არჩევნებზე და იქ გამოჟონა და დავინახე და რომ ვიკითხე რომ ეს რა ხდება თქო მე წელს ჩემს თავს აღარ ვაკადრებ კალენდარიშვილის ცესკოს რომელიმე უბანზე მისცემს
გაფერადებას, იმიტომ რომ ის კომისიის წევრები დამცინებენ, რომ მე ჩემს სიტყვის თურქეთის ქედა ხდება აუცილებლად. შეიძლება იმის გადაგტოს რომ არ შეეთიოს. და რა ვიცი. რადგან იქნება ეს ცვლის იმას, რომ შეიძლება გაახალბონ? არ იქნება საკმარისად სქელი იმისთვის რომ მარტო მაგალ გარანტია მოგცეს არჩევნებს. და ესე თქვაც მინდოდა. და ნახე რეალურად კიდევ ერთხელ მარტინოვიკა ბესნის ყველას თავისუფლება აქვს შენ ეს პოზიცია გაქვს რომ უბრალოდ ლელო მაშინ ეს უნდა თქვას. ხო, უნდა თქვას რომ არჩევნებში იყოს მონაწილეობას. მე კიდევ ერთხელ გეუბნები და დაწყვეტილი ვარ რომ მოსახლეობის დიდი ნაწილის როლს ამ ნიშნავს მიხვდება რომ ლელო აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, ნუ გახარიაც აშკარად აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, იქ ის გირჩი მეორე გირჩი ოქონ პარლამენტში იცი რამდენჯერ გულაპარაკე მე და შენ გახარია ზემოდეს არ მიკითხავს არასდროს არ ვიცი იცი არ მინდა ეხლა საკმარისი მოდი ასე ვთქვა მანდაც რა ზოლტური დასწრები უნდა გააკეთო მაგრამ სულთან პასიკური დაგეჭირდა ცოტა ოპოზიცია არ არის რა აი მე არ არის ცოტა ოპოზიცია მე არ გამიზარა და ის ხდომა ჩავრთან სადაც გახარია იყო და კაცი რომელიც მთელი მისი პოლიტიკური მოღვაწეობა იქამდე არ ვიცი მთელი მისი პოლიტიკური მოღვაწეობა იძახდა რომ აი მე დავიწყებ ლაპარაკს და იმე შემიძლია და მე გავაკეთებ და ავი ყველა იქ იაწულობიანმა დაჩავნახო ან დაჩავნახო ერთია მაგრამ სამართლიანად რატო იცი ანა რა ხსოვდა ანა იტყოდა ანუ რა ვიცი აი წარმოდგენა არ ქონდა იმ ოთახში ვინიყვნენ თუ მიდიხარ კომისიაზე მე ერთადაც შემთხვევაში გამართლებ ამას მიდიხარ იმ ხალხის წინაშე რომლებიც ხოცავს და ასახით შორის თანამოქალაქეებს და ეუბნები რომ ბიძინამ გასცა დავალება მე შინაგან საქმეთა მინისტრი კი მერქვა, მაგრამ ფუტლიარი ვიყავი მე. ხო, მაგრამ ეგეც ხო არ ვიცი თუ და არ ამობს ეს კაცი რომ ბიცინამ გასცა დავალება. ორივე შემთხვევაში ტრაგედია. შეხედე თუ გახარია. ეს არის მაინც დარჩა ჭორის თუ გახარია მიიღო გადაწყვეტილება რომ ხალხისთვის თვალები ამოეხარა. ეს არის პრობლემა და ტრაგედია. თუ ბიძინა ივანიშვილმა გასცა, მაინც ტრაგედია. ნახე განსხვავება რაშია? მარტო იმაში რომ გახარია დღემდე ასუფთავებს ივანიშვილს და თუ დღემდე გახარია ასუფთავებს ივანიშვილს და ივანიშვილზე არ ლაპარაკობს გახარია არ არის ოპოზიცია, მაგრამ ბოდიში. არასა ტელევიზია საუბარს არ შეჩვეული ამ თქოში, მაგრამ თუ გახარიამ თვითნებურად გააკეთა ყველაფერი, რასაც მათ შორის რავი, მე ვგმობ და ზუსტად ვიცი რომ შენც რაც ნაცების დროს იყო დანაშაულებები და სადიზმი მეორე რთულად არის ვიღაცა პატიმრები გვეყოლება. ოღონდ მეგონია რომ აღარ ნიკოლარამიას გარდა. აუცილებლად. ერთი მნიშვნელოვანი. ახლა ვერო ვიყო და არ მგონია. მე ინფორმაცია რომ ყველას დაიჭერა ეს ის რა აი ქართული ოცნების მაინც ვცდილობ თვითონ ვცდილობ რომ შენი ლოგიკის წინააღმდეგ ამოიცნო ოცნება რას იზამს ოღონდ ი ლოგიკის წინააღმდეგაც ხო შენი ლოგიკიდან გამომდინარებელი ხარ და რთულია გაარყა პირდაპირ ვამბობ რომ ვერც გამარცხით ოცნების ნახე ეხლა თუ აი მაგალითად ნიკა გვარამიას გაფუჭება გინდა აი საშინაო მე რო ქართული ოცნება ვიყო თუ მინდა ესეც კიდე ცალკე საკითხია ჭირდებათ თუ არა ნიკას გაფუჭება ხა შეიძლება აბოჩეს რომ სულაც არ ჭირდება და ჩაჭდეს ჩვენს ციხეში როგორც ყველა სხვა თუ ნიკა გვარამიას გაფუჭება კიდე რა თქმა უნდა დაიჭიროთ ამოდის ნახე ბოლოს გადაიტანეს სულ ბოლოა ნიკა ყველაზე ნაკლები დაუწეს ეს გირაო პლუს ნიკაზე ვიცით ესეც ყველანგო აი ინტენსიურად ამას თვითონაც რა თქმა უნდა ხელს უწყობენ ოცნების მხარე და ოპოზიციის მხარეც და ყველა ეს ჭორები ქართულებს ოღონდ ჭორები მიეცი და პოლიტიკა გარიგდა დილაურის ფაქტორი მოყავთ და ასე შემდეგ რომ ნიკა გარიგებულია ოცნებას არიცი არიცი ნიკა ხო ისედაც ლაპარაკობენ რომ გარიგდა ოცნებასთან მაგრამ დახურა მთავარი აფიქი არ დაეხურა არამედ დახურა მიზანმიმართულად დახურა არხი იმიტომ რომ ეს პროექტი შეთანხმებულია და თავიდანვე როგორ აიღო არჩევნებში ამხელა პროცენტი გარიგებული ლამაზია ხო მტკივნეული ეს ჩემი იდეა მაგრამ ლამაზია ამხელა όμως შესაძლოა ხო და წარმოიდგინე თავაზე ჯერ მაქვს კონდიციონერის საშუალება და შეჩართე რა ხო და ნახე ეხლა სიტუაცია როგორ ის ხო ნელო და ისეთი გაწვენ უკვე ისეთ დროს გადაიხადეს რაც თქვით რომ ვერ მოგიხადი რომ აიშვები როცა ჩაჭრენ შენ როგორ გადაიხადე რაც ის ნელო რომ მე მეხონა რომ სხვაიც გადაიხდიდნენ რა ვიცოდი მე კაცო მაშინვე მოვიშორე თავიდან აი აქ შეიძლება ცხოვრებლის ამ დედაჩემს დახმარება იმიტომ რომ არ ვიცი პულტი სად არის ანუ დარბაზის არ არის დედაჩემის დახმარება სჭირდება ციხეში ვარ ციხეში და სიცხეში
ანუ აი აქ უკვე აქ ვიჭერდი. აი უნდა დაბრუნდოთ გზის ჩასვლას მაშინ. აი დედას მოსვლას. არ ვიცი რომელიმეს. ხო და ნახე ზურა ჩასვეს მელია ჩასვამენ ჩემი აზრით თუმცა იმიტომ რომ ობიექტურად რომ მოდი დიკაბები ვარ თქვა მელიას საშინლად არ უნდა ჩასვება და აი მელია იწურებულია მელია ობიექტურად გამქრალია მელია ჩანს სადმე მაგრამ მელია ობიექტურად გამქრალია მაგრამ ასევე ნიკაც გამქრალია ანუ მე მგონია რომ მელიაზე მიხარ მელია ფიქრობ რომ აი ზურა გიჩვით არის ახლა სახშირას აპარატურა ზურა არ ვიცი მაგრამ აი ესე კაფიოთ რაღაც ეტაპი იყო როდესაც ასე კაფიოთ საჯაროდ არ ამბობდა მე არავითარ შემთხვევაში არ გადავ მე ვიღა გადაწყვეტილებას და მე გაიგებ ამ გადაწყვეტილების შესახებ აშკარად ჩანდა რომ რაღაცა 60 სივრცეს იტოვებდა მე ვფიქრობ რომ და შტაბში მომრჩება რომ მელიას საშინლად არ უნდა და ახლა იწურებულია უბრალოდ და გვარამის უნდა ზურას და ჯაფარიძე არავის არ უნდა სხვა სულ გულშობ იმას კი არა უნდა მაგრამ აი სხვებს რო გადაეხადათ ნიკაც იქნებოდა ბედნიერი ამით ხო რა ვიცი შეიძლება ხო მაგას გულის ხო გადაიხდი და წყდარად ანუ მოდი ასე ვთქვა მაგრამ მოდი აი გადაიხდი ჯერ არ გვაქვს გამოცდილება და მაინც ხელარები ბიჭო და კიდე ერთხელ მაგას ვაპარაკობ რომ ეს მიუღებელი კარ ეს რო ვაპარაკობ მოსახლეობის ძირითად ნაწილს ციხის გამოცდილება არ აქვს უნდა იცოდე როგორც პოლიტიკოს მაგრამ მოსახლეობა შენს ეგრე ილაპარაკებს მოსახლეობას ვერ მოთხოვთ თქვენ არ გაქვთ ციხის გამოცდილება და თქვენ არ იცით აი მოსახლეობა ხრის მიცემის მომენტი რომ დაჭდება დადგება შენ ციხის რა გამოცდილება აქვს რაღაცა მაგას ვერ გაიზიარებს იმიტომ რომ ხო მოსახლეობის ძირითად ნაწილსაც არ აქვს ციხის გამოცდილება რაც მე და შენ ჯერჯერობით დავამატოთ ჯადოსნური ხო და ბესკის ბაშა ნახე აი აბის თქმა მინდა მოდი ესე ვთქვათ რა რომ მოხდარიყო ხო გადაიხადა დივითაკამაცემ გადაიხადა ოქრუაშვილსაც რო გადაეხადა ზურასაც რო გადაეხადა მოდი ასე ვთქვათ ნიკა მელია და ვაშეცესაც რო ეთქვა რომ გადაიხადა ვაშეცე ფულის ნახვა გამშმობა თავისი სახლი ჩადო და ფაქტობრივად გადაიხადა რომ გიდაო გასტუბრებულია რა სახლი ჩადო ფულის ნახვა დავასრულებ რა დავასრულებ არ გიცავს პატიმრობისგან მე მისჩემია გადაიხადო იმ მოტივით რომ ციხეს ჩაჯდო მარგინდა აი სხვაგან მიხადა ეგ მე გაჩნდა უკვე ლევოს მხრიდან რომ თქვა რომ გქონიათ რომ ციხეს აი გიცავს იმიტომ რომ გირაოს გადაუხდელობის გამო არ swamენ ახლა ბოდიში მაგრამ ვიღაცამ ხო უნდა თქვას გირაოს გადაუხდელობის გამო ზის ხალხი თუ გადაიხადე არ შეჭდები ნახე ის თქვა აი ეს წარმოვიდგინოთ და შენ რას ფიქრობ ყველამ გადაიხადა და არავინ არ ჩაჭდა ციხეში და ეხლა ბოლოს ზურა გირჩვას წარმოვიდგინოთ რომ გადაიხადა ვაშაძემაც გადაიხადა იქნებოდა თუ არა მელია პირველი რომელიც იტყოდა მე რა რომ ყველამ გადაიხადა მე არ ვიხდი არ მგონი ხო აი მაგას მე ვერ დავდებ თავს რომ მას კარგად ვიცნობ მაგრამ რამდენადაც ვიცნობ არა აი მაგას გულისხმობს უბრალოდ ამიტომ მელია ეხლა მე ჩემი აზრით რო არ გადაიხდის მელიას დაიჭერენ არ ვიცი შეიძლება ხო და აი ბარამია ეგ იქნება დიდი კომენტი ხო და ბარამიას გაფუჭება თუ უნდა ქართულოს და ხო ეგრე ყველა თუ გადაიხდიდა ხო ბარამიას გადაიხდიდა ანუ თუ ესე შეთანხმდებოდნენ რატო ყველა თუ გადაიხდი შენ არ გადაიხდი ეხლა უკვე ხო ეხლა ყველა უკვე წინააღმდეგობაზე შეთანხმდა და ამიტომ არავინ არ გადაიხდის ოკეი არ გადაიხდის ამიტომ მელიას დაიჭერენ და მე რო ვიყო ოცნება იმის მერე რაც თავი არხის გარშემო მოხდა მე აუცილებლად კიდევ უფრო მენდომებოდა გვარამიას დაზიანება. ანუ აუცილებლად მის ბოლომდე გაფუჭებას ვეცდებოდი რით. მის ლიდერებს დავაპატიმრებდი, მას დავტოვებდი გარეთ, რაღაცა გაბამსხვილებდი იმ ხმებს, რომ ნიკა გარიგდა გაფუჭია, იყო გახურა ხალხი გაუბედურა რაღაცა ამბავი და ხელი ხელს ბას პრინციპით იმოქმედა. ანუ ნიკას გასაფუჭებლად სხვა შორის ხესრას გეუბნები შემოხვედი. ეხლა თუ სამაჯურის არ გავუკეთეს და საერთოდ ყველაფერი მოხსნეს და თქვენს როგორ მე ვიცი რომ სამაჯურს გავუკეთებენ. ოღონდ სამაჯური რა დათქმით იქნება კიდეც მნიშვნელოვანი. ალბათ ეგ რომ მოხდეს, წარმოდგენაც არ მინდა რას უზამენ, მაგალითად ჩერგო და გიგა. ჩერგო და გიგა რას უზამენ წარმოიდგინე უბრალოდ. რასაკვირველია შანს არ გავუკეთებ. როგორ იყო რომ ამბობდი რომ კომისიაზე არ მიწვევენ, იმიტომ რომ ციხეში არ მოხდეთო? როგორ ახლა ნანა? ჩვენ მოულოდნელი ლაივი გადავწყვიტეთ და ოკეი, ასე რომ შენ ცენტრში მოხდები, აქეთ თუ შემოხვალ. თუ არ შემოხვალ, ჩვენ შეგვიძლიათ ვიყო. კონფიდენციალობის პრინციპს დაარღვევ აქეთ თუ შემოხვალ. უკვე საჯარო სივრცეა. ხო და რას გქონდები, შენ წარმოგიდგენია, რას უზამენ ჩერგო და გიგა.
ჩემს და გიგაზე იმდენად არ კონცენტრირდებოდი, ყველა მაგას უზავს. ეს მაგალითს გეუბნები. ყველა მაგას უზავს. ეს მაგალითს გეუბნები, რა თქმა უნდა. მათ შორის ახლო წრეცი ფიქრებს, რომ რა ხდება, ზურა თუ ჩასვეს, მელია თუ ჩასვეს, გვარამია გარეთ რატო არის? ანუ რატო არის? გავბეორდით. სტოპია. ეს სამაჯური ჩემ ხაზზე ნიშნავს იმას, რომ უფენი აღზე მივდივარ და ანუ ხალხს შეუძლია თამამად გამოვიდეთ თავს და წინდა ვშევიდა თან იქით ვერ მივდივარ, იმიტომ რომ ცხელა. მაგეთ გავიხსნა. ნანა გეხოცები, პუნქტი ვერ იპოვა. კონდიციონერი. და შენ თუ არ გინდა ლაივში გამოჩენა მე. უბრალოდ იბანიშე, რომ იპოვა. თორე ისე მეტყოლების უნდა მიეცვა. აი, შენ მითხარი რას ფიქრობ, ჭირდება ქართულოსებას ნიკას გახუჭება, ხო შეიძლება თქვა, რომ ისედაც ისე კიდე გეტყვი რატო ჭირდება? აქვს თუ არა ნიკას ეხლა ამ პერიოდში პოლიტიკურად დაღმავალი ხაზი აქვს თუ დაღმავალი? არა. დაღმავალი ხაზი აქვს, დღეს გეუბნებოდი კიდეც, რომ დაღმავალ ფაიქშია ნიკა მე, მაგრამ ნიკას იცი რა აქვს, რატოს ინდომება აუცილებლად ქართულოსებას გახუჭება და მეც მენდომებოდა ქართული ოცნების ადგილზე. რამდენად შეიძლება დაღმასვლა გქონდეს ნიკას, შეიძლება ერთ წლში უცებ ამოატრიალოს ყველაფერი და უცებ შექმნას რაღაც. ამინდი, ამბავი მოვლენ, აი მე სულ ვიხსენებ, ოღონდ ობიექტურად ვიხსენებ, იმიტომ არ არის ნიკას ვიცნობ და მათთან დიდხნის შეხება მაქვს. ჩემთვის აქციების დროს გამორჩეული პროტესტი იყო მელიქიშვილი ჭავჭავაძის ჩაკეტვა. ანუ ჩემი აზრით სტრატეგიული მონაკვეთი იყო, იმიტომ რომ რუსთაველს იქით ვინმე თუ გაცდებოდა არავის ეგონა, არ იცოდნენ უცებ, ოღონდ განა უცნებამ და პოლიციამ არ იცოდა, ანუ ოცნების პოლიციამ მის არ ვიცოდი რა ხდებოდა, ხო დაუჯერებელია რომ თავარი ჟურნალისტი ამბობს რომ მე არ ვიცოდი რა ხდებოდა. მიმართლა არ ვიცოდი რა ხდებოდა ჭავჭავაძის ბოლოში, უცებ რომ კარვები და რკინის კონსტრუქციები გამოიტანეს, უცებ მივხვდი რომ ჩვენ რუსთაველზე კი არ მივიდიოდით, ვაგის პარკიდან იყო სვლელობა, უცებ გავჩერდით იმ მონაკვეთზე. მაშინ მოხდა რაღაც ხდებოდა, მოკლედ მოვლენის შექმნა შეუძლია, ოღონდ ეს ნახე ნარაზეთი პასუხი. გამართლებაზეა, მომენტი. ბევრი ადამიანი გეტყვის და რომ გადაკეტა რას მიაღწია. აი, ჯამში ვერავინ ვერ შენ ხოიცი რომ აქციები დაიწყო უკვე კობახეთის განცხადების მერე, ხო? ეს კობახეთის განცხადების მერე იყო გაბული. არა, ისო გადაკეტა მანამდე იყო. მანამდე იყო. და ის რა ცოტა დრო გავიდა და მეხსიერება. ვერ უკვე აღარ ჭირდებოდა აღარც ვარამი, აღარც არავინ უკვე თავისთავად ხდებოდა. აი, მე მაგასთან გეტყვი რა მქონდა აქციების დროს და დღემდე მაგას ვიხსენებ და იპოვე? აჰა, და წავიდავთ. ეს ანუ ნანა არის ამ სახში უხილავი ხელი. ანუ არასდროს ჩანს, მაგრამ ყოველთვის არ. ნახე, მე სულ რა მინდოდა იცი და ვისაც შევძელი სულ ველაპარაკე. მათ შორის ვიდრე ეს დარბევების პერიოდი იყო, აქციების პერიოდი იყო, პოლიტიკოსებს გულისხმობ. ხალხს ჰქონდა მიუღებლობა ოპოზიციის. ხშირ შემთხვევაში ობიექტურად. იმიტომ რომ ამ პოლიტიკოსებს ჩვენ ისინი მოგვწონს თუ არა, არჩევნებამდე ამბობ თუ არჩევნების მერე? არჩევნების მერე ვამბობ. ცუდი წარსული მოყვებათ. ხშირ შემთხვევაში. და ნახე რა იყო, მე სულ ვეუბნებოდი პოლიტიკოსებს, რომ როგორ გამეთყო, რომ ცხელა? ვერ ვხსნებ რომ მეტყობა და შეც დაგეთყობოდა უსაკლებლად. ჩას. ძალამოსე. აი ნახე მე რას ვამბობდი, როგორ ერთი პოლიტიკოსი არ გამოიწევნა არასდროს რომელიც იყო და რომ იცი რომ არ მოგწონვარ, კი იცი რომ ბევრი პრობლემა მაქვს, ბევრი ცუდი რაღაც გავაკეთე, მაგრამ ნახე აი ხო გაუშვათ, თქვენ ჭირდებით. მოვალთ, არ მოგეწონებით ჩვენს გაგვიშვით. მე მჭირდებოდა იმ სცენაზე ასული პოლიტიკოსებისგან გულწრფელობა, რომლებიც იტყოდნენ, რომ აი ჩვენც ბევრი დავაშავეთ, მაგრამ აი როგორც მინიმუმ რუსები ხო არ ვართ. ანუ რუსები ხო ვიცით რომ არ არის. რა შეცვლიდა ეგ? იცი რა გულწრფელობა ბევრ რამეს თulis გაბუ მე ამის ძამჭირა. გულწრფელი უნდა იყო რომ მე შევწოდე, ან მე ბევრი დავაშავე, მაგრამ რას რომ უფრო მეტ ხმას აიღებდნენ რომ ვეღარ შეძლებდა ქართულისტობა. უნდა ეთქვა ვიღაცას რომ მე ბევრი დავაშავე, წარსულიდან ცუდიდან ეშაულე. მეტი მიმღებლობა იქნება ადამიანებში და ნახე ადამიანების მიმღებლობას კი არ დაველოდებოდი მე რომ პოლიტიკოსი ყოფილიყავი. რა ვიცი, დავდგებოდი იმ სხვა ოპოზიციონერებთან ერთად იმ სპეცრაზმის წინ, ადამიანებამდე არ მივუშვებდი რობოკოპებს, რავი, მეც რომ ეცემე დავესახიჩრებინე, მე იქ ვიდგებოდი, იმ ადამიანებს დავანახებდი, რომ მოგწონვარ თუ არ მოგწონვარ, მე შენთვის ვიბრძვი, მე შენ მან აღულებ, შენ ხარ ჩემთვის მნიშვნელოვანი. ანუ ამას შევქმნით, იმიტომ რომ რაღაცა აი ეს დისკრული ვერ ამოიცო, მიხვდი? ჩართე? რა კაია და აკეთებს, ხო? განსხრომში.
აი ამ ვირავს და აი იყო მე რაც დამაკლდა რო არ მოგატყუო ყველაზე მეტად ეგ დამაკლდა კაი მე მინდა გულწრფელობა მე მინდა გულწრფელი ლაპარაკი იმის თქმა რომ აი მაგარად შემეშალა ოღონდ აი მინიმუმ რუსი არ ვარ ანუ ოკუპანტს ენას არ ვუჩლებ ანუ ეგ ყოველთვის მინდოდა ერთობის მომხრე იყავი არასდროს იცი რა სრული ერთობის არასდროს აი სულ ყველა ეხლა რომ ისე რომ ყალბი იქნებოდა იმიტომ რომ მე ხო ვიცი რაც არ უნდა უთხრან ერთმანეთს კულისებში რა ხდება ის ერთობა არასდროს იქნება ეფექტური და რაც არ იქნება მართალი მაშინ თეორიულად რომ მე კიდე ხო რომ ვერანაირი შანსის და მასალა ეხლა ცოტაც დაიცადეთ და ბადამდელი არჩევნები იქნება არ ვიცი ეგეც როდის რა მოუტრიალდება ქართულსაც არ იცულებულს გახდიან რომ ამოუტრიალდეს არ ვიცი მაგრამ თუ თეორიულად ვთქვათ მოდი ბადამდელი არჩევნები დაინიშნა თუ შენ ამბობ რომ ერთობას შანსი არ აქვს ის ერთობა როგორც მინიმუმ კოალიციურ ხელისუფლების მთავრობაში ხონდა იყოს და მაშინ ანუ რა უნდა ეკჩიო, ვინ უნდა ეკჩიო და რა შანსი აქვს საერთოდ ოპოზიციას რომ რამე გააკეთოს. აი მოდი ეხლა ხო გულწრფელად ხო გინდა სხვებისგან გულწრფელობა. შენ მითხარი გულწრფელად ოპოზიციიდან, აი გამარჯვებული პარტიები ვთქვათ, რომელს თვლი რომ მაგალითად მარტო შეიძლება ესე დავიწყოთ ჯერ მარტო მიანდობდი ხელისუფლებას და არც ერთს. ლევოს მიანდობდი არც ერთს. ნაცებს არც ერთს ტყუილად ხო გახარიას ახლებს არა კაი, ერთად შენ თვითონ მეუბნე ერთად ვერ შვებიან. ერთობის მომხრე არ ვარ. მეც გეთახლები, მეც არც ერთ სალკე არც ერთს არ ვიყავ. გეტყვი რატო ვარ? იმიტომ კი არა რომ თეორიულად არ შეიძლება. მაგრამ კოალიციის მომხრე. გეტყვი რატო? იმიტომ რომ აი სიტყვაზე სხვაობა არის. ნახე, გეტყვი რატო ვარ? იმიტომ რომ ანუ მე როლი ვარ და შენ ხარ ნაცი მაგალითად. დიდი მადლობა. მარც მე ავირჩიე ჩემთვის სასურველი, მაგრამ სასურველს ვერ ვიპოვით. ამიტომ მოდი გავინაწილოთ როლები. ხო და ნახე რას ვამბობ? მე და შენ შევკრათ და ვიყოთ სასურველი. და ნახე რა შესაქმე, მე და შენ კონკურენციის მოტივით მაინც ვეცდებოდით კარგი იდეების, კარგი რეფორმების განხორციელებას. იცი რატომ მე ვიფიქრებდი რომ ალბათ მაჯობოს გადაუშვო კაი ტიპი არ იყოს და ვეცდებოდი რომ მე უკეთეს შეჯიბრებითობა იქნებოდა, მიხვდი? ესაა კოალიცია ერთობის იმიტომ არ მჯერა რომ აი ესენი რომ ამბობენ რომ აი ფუნდამენტურ საკითხებზე მე ვთანხმდები, ანუ გავიგე ევროინტეგრაციაზე რომ თანხმდებიან გავიგე, მაგრამ აი თვითმმართველობის არჩევნები როა სექტემბერში და ამაზე რომ ვერ თანხმდები, ანუ ვიღაც რომ ამბობს რომ მე რა რომ ის აყალბებს და ის რუსია მე ამის არჩევნებში უნდა მიიღო მონაწილეობა, ის იმდენად ფუნდამენტური განსხვავება. აი მაშინ უნდა თქვას რომ შეიძლება რომ არ ახალბებს ან ვერ გაახალბებს. ანუ შედეგების აღიარებაზე მივდივარ. მე რა ვიცი, მე როგორც ერთი მოქალაქე, ერთი ჟურნალისტი არასდროს ვაღიარებ ამ არჩევნების შედეგს. იმიტომ კი არა რომ თქვა ოპოზიციაზე გიждდება საზოგადოება, იმიტომ რომ მე ყოველ დღე დავდივარ ამ ქუჩებში და მე ვიცი ხელისუფლების მიმართ რა განწყობა, როდესაც ის განწყობა ქუჩებში, მაღაზიებში, ბაზრებში, რა ვიცი, სავაჭრო ცენტრებში, ყველგან სადაც მე დავდივარ, შეუძლებელია რომ ფურცელზე ამ ხელო მხარდაჭერა გქონდეს. ანუ შეუძლებელია, ანუ ყველანაირ კანონზომიერებას ეს ცდება და ახლა მაშინ ამ არჩევნებში რომ მე გავიდე როგორც პოლიტიკური პარტია, მე ვამბობ რომ 2024 წელს იცით თქვენ სამართლიანად დაწერეთ. მე უბრალოდ აი გაჯილტებული ვიყავი, იმიტომ რომ მეტი მინდოდა. ხალხეთიშობს, მაგრამ ისეთ მომენტიც არის რომ დღელა ბევრი დასავლელებიც მაინც რო ხდება, ეგ ძალიან ბევრი კითხვას აჩენს რომ რაღაც მე არ მგონია რომ მარტო დასავლეთიან სანქციები უშველის საქაურებას ჩვენ თურმე არ გავაკეთებთ. ბოლო ბაგრეთად რომის პაპი რო ხდება პრეზიდენტს რაღაცაში და თავსიკლავო არამაგას არ აი ჩემთვის მაგალითად სირცხვილია პრეზიდენტი ახსენე და აი მართლა სირცხვილია რომ ყაველაშვილი რომელსაც საბაზისო განათლება, ანუ საბაზისო აღარ ვამბობ არაფერს საერთოდ ზიახსრებში გაბო არ მივდივარ, ჩემთვის არის შეურაცხმყოფელი, რომ ყაველაშვილი არჩეულ პრეზიდენტი. ანუ ჩვენ ვისწავლეთ ვიშრობენ და თვითონ ოცნებისთვის წარმოგვიდგა პრეზიდენტები რო აიღო. საიდანაც ჩამოყორდნენ წარმოიდგინე ხო თავიდან ბიზნეს ქონდა ეს ძალიან პირიქით ზუსტად განათლებულ ადამიანებს იქ ყავდა რესპუბლიკელები ხო კოალიციაში და პრეზიდენტად მარგველაშვილი ყავდა რომელიც როგორც პრეზიდენტი ვერ ვიტყვით რომ ძლიერი პრეზიდენტი იყო და რაღაცა იქ ამოადგენდა სიტუაცია მაგრამ თვითონ დათვლა როგორ ტიპზე ქონდა ხო ეგრევე დაუპირისპირდა ძალიან საერთოდ სხვა რომელსაც არ შეგწოდოდა არასდროს შემდეგ იყო სამეზურაშვილი რომელთანაც იყო მე ამ პრიზმიდან თქვა რომ შეეძლო მარგველაშვილს საუბრის ნაცვლად მეტი ემოქმედა მაგრამ ამის მიუხედავად ის ხო განათლებული და რა დონეზეც მას არ უნდა წარმოედგინა საქართველოს ინტერესები მე ყოველთვის ამახი ვიყავ იმიტომ რომ
განათლებული, რაღაცა კვალიფიციური პრეზიდენტი ყავდა. შემდეგ იყო სამონჯერობიშვილი, რომელზეც უამრავი კითხვა იყო და დღემდე დარჩა სხვადასხვა ის კითხვა, არავინ ესე პირდაპირ მას ამ კითხვას სიტუაცია სწორედ გამოიყენა. მე მაგალითად არავინ ამ კითხვას არავინ შუა დაიწყო სწორედ მოქცევა, მაგრამ ის იმას ანიშნავს, რომ მე მაგალითად დამალულსა და ზურაბიშვილის საქართველოს დაიწყო საომარი მოქმედებები. ის არ დამვიწყებია, იმიტომ რომ მოქმედებები დაიწყო ესე პირდაპირ კერპა საქართველოს დაიწყო, მაგრამ საქართველოს იმ ეტაპზე დაიწყო საომარი მოქმედებები, რაც იგულისხმება ზუსტად ომის დაწყება იმ ეტაპზე, მოდი ესე ვთქვი, თორე გასაგებია 200 წლიანი ომი გვაქვს რუსეთთან. მაგრამ მიუხედავად ამისა, სალომე ზურაბიშვილი როგორც თავისი ისტორიული პოლიტიკური გამოცდილებით, თავისი დიპლომატიური გამოცდილებით, ასე შემდეგ თავისი კავშირებით, რომელიც ახლა როგორ გამოადგა, ხო, სრულიად სხვა დონე იყო და სად ჩამოიშვა თვითონ ქართული ოცნება. აი ხა მითხარი რა კრიტერიუმით მოხდა ხალბაშვილის არჩევა, უბრალოდ იმიტომ რომ ხაზი აიღეს, ეს რომ აი კაცია და რომელსაც მომენტ კაც დიდად აი არც უნდა იყოს განათლებული და ეს კაცი კაცია. ანუ ხალბაშვილს აქვს ქართული ჰაბიტუსი. აი ეს მაგასიონები. ამ კრიტერიუმი აი ქართულ და ქართველის ჰაბიტუსზე რა წარმოადგენს უნდა იყოს რომ ასოციაცია გქონდეს ხალბაშვილს, ანუ ჩემთვის აი მართლა წარმოუდგენელი. ანუ რა ქართული, რა ჰაბიტუსი და რა ყაველაშვილი. ანუ ეს სამი სადღაც ძალიან სხვადასხვაგანი გაჩერდეს. საშინელასოზე იწყება თან გვარი. ხო, ცოტია. ანუ ყველაფერს ვერ გეგიმარებს. ხო, რასიზა. მოკლედ, შესაძლოა ნახე ესე მითხარი რა. პარტიებზე ნუ ვილაპარაკებ. აი რომელი პოლიტიკოსია, რომელიც აი გულით გინდა, რომ ხელისუფლებაში იყოს. და იცი რომ რაღაც მაგარ რაღაცებს გააკეთებს. პიროვნულად შეიძლება ყოფილიყო ამაზე მარტივი, ვიდრე ეს. პიროვნულად. ერთი. მე მგონია რომ პოლიტიკოსები არ არიან სიყვარულისთვის. არ მიხვდს მე სიყვარული, რომელიც გინდა მეთქი რომ პოლიტიკაში იყოს. აი როგორც ისე გეუბნები, ვიღაცა ყველას თავის პროფესია აქვს, ხო? ვიღაცას უნდა რომ აი დეა იყოს ეთერში. და უნდა რომ დეას უყუროს ეთერში. ვიღაცას აი ხა ოფენიაძე რო წახვალ აქ სამართლური კიკეთია, რომელიც რომელიც გასი შეიძლება პარამიას დაუკეთონ, რაზეც ჩვენ ვაპარაკობთ. ამის გასიათი უფრო მძიმეა. ხო, მძიმეა და ისეთ. მაგალითად, რომელიღაც მომღერალია, რომელიც გინდა რომ სცენაზე გამოვიდეს. იმიტომ რომ იცი რომ თავის საქმეს კარგად აკეთებს. ვისით ჯერა და პიროვნულად აი ერთი მითხარი, ვინ გინდა ოპოზიციიდან რომ აი მინდა რომ პოლიტიკაში იყოს. იქით არიან ადამიანები, რომლებიც საბჭოს მაგათ და ზვიადი უნდოდათ. ის კი არა თეორიულად კი არ ქონდათ ეს რაღაცა დასკვნები გაკეთებული, უნდოდათ პოლიტიკაში ყოფილიყო მიშა, უნდოდა და დღემდე ხალხი რომელსაც უნდა, არ აინტერესებს არაფერი, უნდა რომ მიშა პოლიტიკაში იყოს. ეგეთი არის ბიძინა. შეიძლება პიროვნულად ბიძინა თუ არა, ბიძინას გუნდი, იმიტომ რომ ის იგივე ბიძინაა. უნდათ რომ ბიძინა იყოს ხელისუფლებაში. ვინ არის ვინც შენ გინდა? მაგაში ის უბრალოდ და შემოვიფიქროთ მოსახლეობაში არის აი ვიღაცა ვისაც უნდა რომ მაგალითად აი მაგრამ გეტყვი მელია იყოს ხელი მე გეტყვი რა არის ჩემი პოზიცია მელია რომ გერმანიის კანდიდატი ყოფილიყო მის თქმას ოცნების საპერწონე ხო აუცილებლად უბრალოდ სახე იმიტომ რომ ოცნების საპერწონე ხო აუცილებლად ამაშიც არის პრობლემა იმიტომ რომ ბელია მე რომ კითხვა შეიძლება მე მაგ მარტივი ეს არის კატასტროფული პასუხისმგებლობა რომელსაც ბელია რა თქმა უნდა ვერ დავამქვა მე გეტყვი და ეხლა რომ ყოფილიყო მაგალითად არჩევნებში თქვათ ახლებს ქონდათ ხო და კოალიციას ცვლილებებისთვის ყველაზე მაღალი რეიტინგი როგორც ქონდათ კიდევაც ხო ხმების მიხედვით და მათზე ყოფილიყო დამოკიდებული წარადგენდნენ მედიას მერობაზე ბეხმას არ მიცემ მე ოცნების საპერწონედ მიცემდი მე ნახე რა მაქვს იმიტომ მედია საკუთს ვერ გააკეთებს აი კულტურულად ვერ გააკეთებს წარმოდგენაც არ მიდას ამაზე ვარ შეიძლება იყოს ჩემი კრიტერიუმი ეს არის ანუ ხო და ვინც მაგას ზუსტად ეგ არის ზუსტად ცუდი რომ მაგ კრიტერიუმით ვიცეს შეიძლება ხელისუფლება ვინც არ უნდა იყოს ის მე მისი მომხრე ვარ მოწინააღმდეგე მძულს თუ მიყვარს
მე ხელისუფლება არ უნდა მიქმნიდეს იმ რეალობას, რომ მე თუ ის არ მომწონს ან არ ვეგოები, მე ქვეყნიდან წავიდე, მე რატომ უნდა წავიდე? ანუ მოხალატე ვარ, კორუფციონერი ვარ, ვინმე მოვკარი დამნაშავე ვარ, რატომ უნდა წავიდე? იმიტომ რომ ამ ქვეყნის განვითარებას ევროპაში ვხედავ და არა რუსეთში. ისინი უნდა წავიდნენ. მე მაგას დამოკიდებული. იქნებ არ შეგეძლო და შანსი არ ქონდა რომ კონკრეტული ყოფილიყავდი, იმიტომ არ ხარ და კაცმარიცის ხელისუფლებაში რომ ვხვალ რასის. ჯერ ესეთი დავიწყოთ იქიდან რომ მე პოლიტიკაში და შესაბამისად ხელისუფლებაში არასდროს შენ არ გულისხმობ შემთხვევაში, მე ზოგადად ხომ შენ როგორც ოპოზიციას გულისხმობ. ნახე, მოსახლეობას ხო იცი რომ ძალიან ბევრს აქვს და ხულად არა, რომ ესენი რომ მოვლენ რა არ დაეწყებენ ფულის კეთება. რასაც ვამბობდი, აი სულ აქციებზეც, აქციის მონაწილეებს რო ხვდებოდი, ისინი სულ მეკითხებოდნენ, რომ აი რა ხდება, რა შეიძლება მოხდეს, ან რას ვფიქრობ, ადამიანებს გვიყვარს აზრების გაცვლა გამოცვლა რა, აი ბუნებრივი პროცესია. მე მაქვს ძალიან მარტივი პოზიცია. მე მინდა რა ოცნება, რომელიც ვიცი, რომ დეკლარირებულად რუსულია და მე ახლა ტელევიზიაში ვიქნები ფაბრიკაში თუ საწარმოში, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, მე ის ვიცი. ანუ მე თუ გულწრფელი ვიყავი ჩემ პოზიციაში, მე მთავარ არხში ვარ მის გარეთ, ეს პოზიცია არ იცვლება. მე ანუ ასეთი მორალის მჯერა. ჩემთვის ოცნება არის დეკლარირებული რუსული. ეს იმას ნიშნავს, რომ მე მის მმართველობას არ შევეგუები არასდროს. ანუ ყველაფერს გავაკეთებ წინააღმდეგობისთვის. ნახე მე რა მჭირდება? მე მჭირდება რომ მოვიდეს კოალიცია, მოვიდეს რამდენიმე პარტია და არ მომეწონება, ნახე ოცნება ხო გავუშვი, ის არ მომეწონება, ის ჩავარდება ისევ სახელმწიფო ხიბლში და რაღაც ისეთი ციკლი იქნება, რაზეც მე ვიტყვი რომ აქ ადამიანი კი არა, სავარძელია მთავარი, იმასაც გავუშვებ. ანუ მე ვეთანხმები კონცეფციას, როდესაც უნდა შეიქმნას პრეცედენტი, რომ ჩვენ გავუშვით. ჩვენ იმიტომ გავუშვით, რომ ისინი მოღალატები და რუსები იყვნენ და მე რომ ამ ოლიგარქს, რომელსაც იმდენი ფული აქვს, რომ რავი ერთ ქვეყანას კი არა, 4 ქვეყანას იყიდის, იმას გავუშვებ. უკვე ნებისმიერი ხელისუფალი რომელიც მოვა, იმას ექნება შიში, რომ მე თუ გადავამლაშებ ამან, რომელმაც ახალ რესურსის ამ ხალხმა როგორც უნდა იყოს, რომელი როგორ ჩვენი ძალის უნდა ვიწმოვდეთ. როგორი კარგი ხელისუფლებაც არ უნდა იყოს 12 წელი რო ხარ ხელისუფლებაში. ნებისმიერი ხელისუფლება მივა, აქამდე სადამდეც მიდის, მით უმეტეს საქართველოსნაირ ქვეყანაში, სადაც სამწუხაროდ კულტურა, განათლება მასობრივად გულისხმობ ისეთ დონეზე, აი გერმანიასავით ვერ თვით დინებას ვერ მიადობ, რომ მოდი აი ყველაფერი გავაკეთოთ ისე, როგორც ხალხი გადაწყვეტს, იმიტომ რომ ხალხი პირდაპირ მომხრე რთულია. რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს ესე. მასამ, როდესაც სამწუხაროდ არ არის ამდენზე საზოგადოება. პოპულიზმიდან თუ გამოვლენ და დაიწყებენ გულწრფელად ლაპარაკს, რა იმე აქ დავაშავ. მე მაგალითად, აი მართლა გულწრფელი ლაპარაკი, ბოლოს ვიცახდი გახსოვს, შენთან ვიცახდი, ვიდრე მთავარი არხი დაიხურებოდა შენთან რო ვისხედით ოთახში, რომ აი უკვე როგორ ვიყავ იცი, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსი ქოსი იქნებოდა, ვინც იქნებოდა, აი ვინც არ უნდა დაგეყენებინა წინ, ზუსტად ვიცოდი რა სიტყვებდნენ და შემეძლო გამეორება. აი კითხვას რო დავსვამდი, ყველას პასუხი ვიცოდი. იმიტომ რომ ეს იყო შაბლონური და აი მათზე კარგი ქართულით, უფრო ლამაზად და უფრო ყანდა პრეტენზია რომ შემეძლო მათი საქმის თქმა. აი მართლა, ბოლოს უკვე მქონდა ეს განცდა. ჩემთვის გულწრფელებისგან დაცლილი იყო ბოლოს ყველაფერი. იმიტომ რომ ადამიანს შენ მიუღებლობა რო აქვს, შენ რო პოლიტიკოსი ხარ, შენ უნარჩვევები იმაშია რომ მიხვიდე გაბუნიასთან. აი მელია რო ხარ, უნდა მიხვიდე გაბუნიასთან და უთხრა რა, რომ შენ კი მე არ მოგწონვა, მაგრამ ნახე, მე ამას ვცდილობ, მე ეს შემეშალა, ოღონდ მე ვცდილობ. ნახე, იქნებ რაღაც კარგი გამომივიდეს, აი ეს მაკლია. რაც თავარია თანმიმდევრულები უნდა იყვნენ, მე მომკითხო. კი. ისი რაში აი ახლა არ ვიცი, უნდა დენჩინში ვფიქრობდი, არა თანმიმდევრულობას რაში ვხედავ, ვიცი კიდე, თუნდაც აი ახლა რას ვლაპარაკობდი. როდესაც მაგალითად წულკიანის კომისიაზე არ ვიდიხარ და უფრო ეს არის სპექტაკლი. ხო? სასამართლოში რა ვიდიხარ, როდესაც აგრეთვე თვითონვე ამბობ, რომ სასამართლო წინასწარის გადაწყვეტილება არის რუსეთის სასამართლო, ანუ წულკიანის კომისია უფრო დიდი სპექტაკლია, ვიდრე რუსეთის სასამართლო, ან წულკიანის კომისია არალეგიტიმურია და ეს სასამართლო ლეგიტიმურია. სხვადასხვა ეს კონტრარგუმენტი რა იყო, იცი? მაგრაზე მეც. აი, რაც არის აქ. ყველაზე მამულს, უბრალოდ იკაზეც, თქვათ, დიკამაც ახლა ვამბობს, რომ არ მივალო ბელგიას ყოფილი სასამართლოში, ეს არ ვთქვამს, რომ რა აზრია, იმიტომ რომ სპექტაკლია. არა, რომ თითქოს იქ ხალხს რაღაც. უხერხულობა არ შეგვიძლია. იცი რაშია პრობლემა? მაგაზე ამბობდნენ, რომ ეს პარლამენტიო არის არალეგიტიმურია და იმიტომ არ მივდივართ პარლამენტშიო. და სასამართლოზე ამბობენ, რომ ინსტიტუციებს პატივს დიდი ბოდიში, მაგრამ ანუ მაგ ლოგიკით პარლამენტიც
ინსტიტუცია. მე ხოლმე ძალიან საკამათო თემაში ვიდეო, მაგრამ ისე მომო. ვერ ხვდები. ლოგიკურია, კიდევ ხოლმე ვხვდები. რა აზრია? მე არცად არ მივიდოდი. აი მე ზუსტად ვიცი, მე მარტივი გადაწყვეტილება მაქვს მიღებული, აი სადაც არ მგამბარ, არსად არ მივიღო, იმიტომ რომ არაფერს არ ვაღიარებ, რასაც ამ ქვეყანაში მე ბატონო საქართველოსებზე. აი მარტივი საგადადო იკაც რო იყო დაჭერილი, უბრალოდ მივდიოდი სუფთა ადამიანურად, იმიტომ რომ იკაც თამაშს შეერა. იკაც დაიჭერდნენ იცი. აი იმ დღეს რო გამწირეთ და სპეცზე რო დავსვით, მაგ დღეს მე არ მეგონა რომ ნიკას დაიჭერდნენ. აი მაშინ არ აფრით. მახსოვს რომ ჩემთვის შოკი იყო რომ აი ნიკა დაიჭერეს. ეხლა საფრთხეა დახოთა. არა, ახლა ნამდვილად არ დაიჭერენ. აი ნამდვილად ამბობ რა დაიჭერე? ნახე, მე ასე მგონია და მე ასე ვიცი. რაზე დაგინწლავ? მაგრამ მეც პრინციპში არ გამოვიწყავ, მაგრამ მე დაგინწლავ, მეც არ გამოვიწყავ. მეც არ გამოვიწყავ, კიდევ მანდარი კითხვა ჭირდება კი. იცი რატო? მაგრამ ის შემთხვევაში ნეგატიური ფონის შექმნა არის მარტივი. იმიტომ რომ ამიტომ ხოცები გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას. ან ხოცილის ხოცია. ხო, მე პრიმიტიული ლოგიკა. ან ხოცის შემთხვევაში წიაღწევები არ გიდა, ძალიან პრიმიტიული ლოგიკა, რომელიც ზედაპირზეა, ის მარტივად მუშაობს. არ აქვს პრიმიტიული ლოგიკაში, ქართულსა და 12 ეგრე უყურეს, რომ ესეთი პრიმიტიულები არაფერი არ იციან და რაღაცა და მაგის გამო ფაქტია, რომ მათი ლოგიკა ძალიან ხშირად ოპოზიციამ და მოსახლეობამ და ჩვენს ვერ გავთვალეთ. და ეს არის პრიმიტიული. ისეთი პრიმიტიულები არიან და ჩვენ იმდენად რთულები რომ მეღავთ. და იქნებ ძალაოცნებაში და ბიზნესში კი არ არის ხელოსნებაში. იქნებ ძალამართლა ბიზნესში კი არ არის სისუსტე არის ოპოზიციაში. სისუსტეც და ბიზნეს კვიდან პუტინის სიცილიები რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ახლა ბოდიში ტრამპიც კი ცდილობს პუტინთან რაღაც დაუწყოს. პუტინი ვისთან ცდილობს რამის დაალაგებას. ერთადერთია მეგონი ვინც არავისთან ყველა მასთან ცდილობს რაღაცა დაალაგოს, პუტინი არავისთან არაფერს არ ალაგებს. პირიქით. აგერ ალაგებიდეს ყველას ხა ამათ უკან ეს ძალადას, მაგრამ რა თქმა უნდა ოპოზიციის სისუსტე კიდევ ერთხელ გეუბნები, მეც კი რომ ოცნებამ დღეს რო თქვა ასე რომ წავედი, ესენი დახოცავენ ერთმანეთს. ესენი დახოცავენ დღეს რო უბრალოდ ვიცი რა ნიშნავს არჩევნებს. წავედი, კარგად ეხო გინდათ არჩევნები. მიდი, გააკეთეთ. რას გააკეთებს? კატასტროფა მოხდება, წარმოუდგენელს არ მივიდა. მე მახსოვს. ჩახოცავენ ერთმანეთს. ო რა, რაღაცა ახლა ხო ხარ გულწრფელი თქვი? რაც გაიფიქრე თქვი? ხო არა. მახსოვს ჩრდილოვანი კაბინეტი. ადამიანები არჩევნები რომ დაუნიშნავს და მაგისი ცალკე ფიქრობ დაუნიშნავს შეიძლება მონაწილეობა მიიღონ და საკონსტიტუციო უმრავლესობას აიწერენ სადაც ისაა და საარჩევნებს თავზე დაახევენ ოპოზიციას. მე ამიტომ მგონია რომ რაციონალურად დანიშნული მე არ წავალ არჩევნებზე, იმიტომ რომ ჩემს თავმოყარებას არ გადავახები. წარმოიდგინე ხა იქ უნდა წახვიდე? ბადამდელ არჩევნებზე რომელსაც კალანდარიშვილი გიტარებს. იგივე წესია ბადამდელს ხო მაგაზია ლაპარაკი კალანდარიშვილმა თუ ჩაატარა ეგ არა. კალანდარიშვილმა თუ ჩაატარა? არა, რა თქმა უნდა. კალანდარიშვილმა თუ ჩაიტარა საპარლამენტო მიხარ? არა. ხო, გამარჯობა. ეგ ძალიან არაა მაგის. ხოლოდ მაგ შემთხვევაში არსებობს შესაძლებლობა რომ ჩატარდეს არჩევნები. ან არჩევნებზე არ მივდივარ. არა, მაგ სხვა რაღაცაზეა ლაპარაკი რა თქმა უნდა, რომ უკვე დასავლური ზედამხედველობით და მათი ჩართულობით უნდა ჩატარდეს. რა კალანდარიშვილმა ჩაატარა და აასრია და იქ მივავ ის რა ქვია კიდე მაფარაკში შევაცურებ იმათ მუხაოზე და ვიჭდი პრობლემებს რა ქვია. რა ქვია მას ხმასადაც ხმასადაც. ბიულეტენი. მეც საქმე არა. ან რაზე თანხდებით დასკვნასად არის გაგო? ანუ შენ უბრალოდ გოგილია თუ ელუმაცია. ცი რა არის? შენ თქვი, გაბე შესაძლოა. ან წაიქცა და გააბუქეს. რასიცი? შენ თქვი იდეაზე ხარ? მე არ მიხმავს იდეაზე ასე. შენ თქვი შესაძლებელია, ჯადოსნური სიტყვა. შენ გიყავს თავის დასკვნა, გაბო ამ ხარ ცნობილი. როდეს შესაძლებელია. ხო, არც მე მგონია რომ ძალიან საჭოა რომ ხოცებს არჩევნის საკრებულოს თავმჯდომარე და მე გამოხვედი და თავს დაგესხნენ და თავდასხმის არცხოველი კადრები ნახე? მე ვერ ნახე, შენ ხო არ გინახავს? არა. არა? ამიცი არ მინახავს. არც. პირველზე იქნება. ის ხალხი შეიკეტა იქ. კი და ან სოფიში უკვე ძალიან ცუდად გრძნობს თავს. გამოდით, კაი, გამასწოროთ, რომ ცოდოები არიან შეიკეტა. კარგი, ეს ვიხავით ხო?